რა გამოწვევების წინაშე დგახართ, რა არის ამ ეტაპზე გასაკეთებელი საქმე თქვენს ცხოვრებაში, რა მიმართულებით წავა თქვენი ცხოვრება. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, ნახოთ ეხლა რა ენერგიებში დგახართ ამ ეტაპზე. რა ენერგიებია თქვენი? პრინციპში ესეთი ენერგიებია. რაღაც მომენტში თავდაჯერებულები ხართ. აქ ვიღაცა ამოგდით გვერდში მყოფი ადამიანი. შესაძლებელია ეს ქალიც იყოს, ვინც გვერდში გიდგათ, ან თავად ხართ, რომ ვიღაცას უდგახართ ძალიან აქტიურად გვერდში და ცდილობთ მის დაცვას. მაგრამ ქალის ენერგია ბევრი ამოდის. ძალა დიდი გაქვთ, საკმაოდ დიდი, საკმაოდ თავდაჯერებულები ხართ, საკმაოდ ყოჩაღები ხართ. რაღაც ფარული შიშები გაქვთ შეიძლება, ან ფარული დარდები გარკვეულ სიტუაციასთან დაკავშირებით. თითქოს გეშინიათ სტაბილურობის დაკარგვის, არსებული სიტუაციის დაკარგვის და ცდილობთ რომ კომფორტის ზონაში დარჩეთ და არსებული ვითარება შეინარჩუნოთ. აქ რაღაცა ემოციებზე, გრძნობებზე, ოჯახზე, ოჯახურ სიტუაციებზე გეფიქრებათ ძალიან ბევრი შინაგანად. თითქოს რაღაცა სამყარო შანსაც გაძლევთ თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თან ბოლომდე არ იჯერებთ, ან არ იმჩნევთ, ან იცახით, რომ ეხა სიახლეები არ მინდა, მოდი თავი დამანებეთ, რა სადაც ვარ, აქ ვიქნები, ასე ვიჯდები. რაღაცა სიტუაცია არის, სადაც ძალიან ბევრი ენერგია მიგდით. რა სიტუაციაზე მიგდით ენერგიას, ადხარჯოთ ყველაზე მეტ ენერგიას. ბრძოლაზე და კონფლიქტზე საპირისპირო სქესთან. თუ ქალები მიყურებთ მამაკაცთან, მამაკაცი შემთხვევაში ქალთან დაკავშირებით ჩანს ბევრი ბრძოლა საპირისპირო სქესთან. გამარჯვება გინდათ, მოგება გინდათ, გინდათ თქვენი სიძლიერის დამტკიცება, თქვენი უპირატესობის ჩვენება, დასჯა შეიძლება გინდათ ზოგიერთ თქვენთაგანს იმ ადამიანის ვიღაცა კონკრეტულის, აი რაღაცა გინდათ რომ ვიღაცამ დაგაფასოთ და ვიღაცისგან მიიღოთ აღიარება, ძალიან ძლიერი მოთხოვნა გაქვთ ამის და აქ მიდის ბრძოლა. შეიძლება შინაგანი კონფლიქტი გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება უბრალოდ პირდაპირ ებრძვით ერთმანეთს ურთიერთობაში და დაპირისპირებები, ენერგიები არეულია აქ ჯანსაღი სიტუაციები არ არის. აქ შეიძლება კომპრომისო ბრძოლაა და ცოტა აი როგორ თქვა, ცუდი ბრძოლა არ არის, კარგი კონკურენცია, ჯანსაღი ბრძოლა არ არის, ბრძოლაც არის და ბრძოლაც, ხო, აქ დაუნდობელი ბრძოლაა, შეიძლება ერთმანეთის განადგურებით ხართ დაკავებული, ან რომელიღაც ან თქვენი პარტნიორი განადგურებთ თქვენ ძალიან აქტიურად, ან თავის დროზე გაგანადგურებთ და ეხლა შურისძიება გამოძრავებთ. ცოტა დაძაბული ენერგიები ამოდის ამ კუთხით. ნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეხლა. ეს გავიგეთ, რომ ახლა ესეთ სიტუაციებში ხართ, მაგრამ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. გასაჭიროებს თქვენგან ყურადღებას. გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ფრთხილები, დაკვირვებულები, აკურატულები, 100 ჯერ გაზომოთ, ერთხელ გაჭრათ, ემოციებს ნაკლებად აყვეთ. საერთო ჯამში სიტუაცია არის, რომ სანამ რამეს იტყვით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით, რეალურად რა გსურთ. რა გინდათ, რა გამოძრავებთ, რა არის თქვენი მამოძრავებელი ძალა ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ყურადღება მისაქცევია აი შინაგან აგრესიებზე, მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, სანამ აქტიურად რაღაცის კეთებას გადაწყვეტ, დაფიქრდით, ნამდვილად ღირს თუ არა. ეცადეთ, რომ ლოგიკა, გონება, რაციონალური აზროვნება მეტი ჩართოთ და ნაკლებად ემოციებს დაიღრდნოთ და განიხილოთ ალტერნატივები, აზრთა სხვადასხვაობები, ფაქტობრივი მონაცემები, ფაქტები შეაფასოთ, ცივი, ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოთ, როგორც საქმეს მიუდგებოდით, დაახლოებით ისე მიუდექეთ ამ. აი საქმეში ხომ მეტად ცივები ვართ, ხოლმე ადამიანები და მეტ სიცივეს ვავლენთ და აი ესეთი ენერგიები ამოგდით აქ, რომ საქმიანად მიუდექით სიტუაციებს და გაერკვიეთ საკუთარ თავში, დარჩით მარტო. მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ იყოს მარტო, შეიგრძნოს მარტოობას, დიალოგი გამართეთ საკუთარ თავთან, დაგეხმარებათ. ბევრი ყველა კითხვაზე პასუხი პრინციპში თქვენს თავშია. თავარია შეძლოთ ამის დანახვა. ეხლა ვნახოთ, როგორ წავა თქვენი ცხოვრება, რა მიმართულებით წავა, ეს კონფლიქტები, რაც არის ეს ბრძოლები, ვინ გაიმარჯვებს, რა იქნება თქვენთვის. ერთი თვის განმავლობაში ძლიერ ტრანსფორმაციებს გაივლით, საკმაოდ ძლიერი ცვლილებები გექნებათ, ბევრ რაღაცის გაცნობიერება გექნებათ, ბევრ რაღაცის გადასხვანაირება. პირდაპირ დედოთ სიტუაციები 180 გრადუსით შემოbrunდება. აქ ისე გაგრძელება, როგორც აქამდე იყო, აღარ იქნება. ეს უკვე ამოწურული და შეუძლებელია. აქ აუცილებლად იქნება გარდამავალი ეტაპი ახლო ერთი თვის განმავლობაში, ემოციური ფონი მომეტებული, შეიძლება ცოტა მოწყენილობები, მონატრებები, ნოსტალგიები, ცოტა ესეთი შინაგანი მერყეობები გექნებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ შეძლებთ და თქვენს თავში გააცნობიერებთ და შეცვლით რაღაცეებს,
და შემოატრიალებთ ხედვებს, აუცილებლად ახალი პერსპექტივა გამოგიჩნდებათ, ახალი უკეთესი შანსი, უკეთესი შესაძლებლობა, უკეთესი მდგომარეობა იქნება აქ თქვენთან, თითქოს სამყარო დაგეხმარება და თქვენ მარტო არ იქნებით პრინციპში. არ დაკარგოთ იმედი და რწმენა, ასე ვთქვათ, აი სამყაროს უმაღლეს ძალების, ანგელოზების, დამხმარე სულების, ვისაც რისიც გწამთ ხო ხდებით, არ დაკარგოთ ის განცდა არ გქონთ, რომ მარტო ვარ და მარტო იქნებით, თქვენ ზურგს უკან დგანან თქვენი შეიძლება წინაპრები, საგვარეულო ეგრეგო ენერგიები, ვიღაცები ზურგს დიმაგრებენ და ძალიან უნდათ რომ წინ წახვიდეთ, განვითარდეთ. აქ ცოტა ხანი ხარ დეპრესიაში, მე ისე შემოტრიალდება პროცესები, ისე შემოტრიალდება მართვის სადავებს ხელში აიღებთ, ყველაფრის რესურსი მოგეცემათ, ყველანაირი შესაძლებლობა მოგეცემათ და როგორც გინდათ ისე წახვალთ, მარჯვნივ გინდათ, მარჯვნივ წახვალთ, მარცხნივ გინდათ, მარცხნივ წახვალთ, საითაც გინდათ, იქით წაიყვანთ თქვენს ცხოვრებას, თქვენ ცხოვრების შემოქმედები თავადვე გახდებით, მაგრამ იქამდე მისასვლელად სიღრმისეული ტრანსფორმაცია და გაანალიზება გჭირდებათ თქვენი ცხოვრების და არსებული სიტუაციის აქ ასე დარჩენა როგორც ეხლა ხართ და ამ კონფლიქტებში და ამ ბრძოლებში ჩართვა არაფრის მომცემი თქვენთვის არ არის. ეს პირიქით ენერგიას გაართმევთ და გასუსტებთ და თუ ადგებით და საკუთარ თავზე კონცენტრირდებით და თქვენს თავს თვითშეფასებას წამოწევთ წინა პლანზე, უფრო კარგად იქნებით და უფრო მეტად გაძლიერდებით და რაც გინდათ იმას მიაღწევთ. დაინახავენ პრინციპში თქვენს სიძლიერეს ყველანი. გარშემო მყოფები და შეიძლება იმ კონკრეტულ ადამიანს დაინახოს, ვის მიმართაც ეს მოусვენრობები გაქვთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ, პირად შეტყობინებაში TikTok მაყურებელმა მომწეროთ, Instagram-ზე, TikTok-ზე ნუ მომწერთ. მადლობა ყურადღებისთვის და ბედნიერად.